მოგესალმებით ჩემო ლამაზო გოგოებო, როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ. არის ეხა დიდი მარხვა საღდგომო და ამისათვის მე მოგიმზადეთ საღდგომო სამარხო ორცხობილები. ნახეთ რა გემრიელია და რა კარგად გამოიყურება. აი ესეთი გულები ჩემო ძვირფასებო, ესეთი ფორმის. ფორმა თქვენ შეგიძლიათ მისცეთ როგორიც გნებავთ. აი ნახეთ ეხა გავტეხოთ. ნახეთ რა გემრიელობაა. არის ძალიან ადვილი, ყველას აქვს ის ინგრედიენტი სახში, რაც ამას სჭირდება. წამოდით ეხა ჩემთან ერთად გავაკეთოთ. მაშასადამე დაგჭირდება 200 გრამი ზეითუნის ზეთი, ან რომელი ზეთიც თქვენ გაქვთ ოჯახში. აგრეთვე 250 გრამი კრისტალური შაქარი. ეს ყველაფერი გავაურიოთ და მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დავუმატოთ 300 მილილიტრი ფორთოხლის ნატურალური წვენი, ან შეგიძლიათ თქვენ თუ არ გაქვთ ნატურალური, იყიდოთ ნაყიდი ფორთოხლის წვენები. შეურიოთ შიგნით 1 ჩაის კოვზი სოდა და აი ნახეთ რომ აფუშფუშდება სოდა რო შევა რეაქციაში ფორთოხლის წვენთან. დავუმატოთ ზეთის და შაქრის მასას. აურიოთ ყველაფერი კარგად ერთმანეთში და დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი კარიცა. შემდეგ ჩემო კარგებო და ავიღოთ, მე სულ დამჭირდა 1 კილოგრამი ფქვილი. ეს თქვენ ხო აი აქ ხედავთ დავუმატე აგრეთვე 2 ფორთოხლის ცედრა, გახეხილი კანი ფორთოხლის. შემდეგ მე დამჭირდა 1 კილო ფქვილი. თქვენ არ ვიცი რა ფქვილს იყენებთ, შეიძლება დაგჭირდეთ 900 გრამი, შეიძლება 800, ვის როგორი ფქვილი გაქვთ ანალოგიურად. ეხა მე ფქვილს აქ შეურიე 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. აი ხედავთ რომ ურევ ფქვილში რომ კარგად განაწილდეს და შემდეგ ფქვილი შევაძილოთ ნელ-ნელა პორციებად. და მოვზილოთ, მოიზილება მართლა ძალიან ფაფუკი ცომი, აი როგორც პეჩენიებისთვის ცომი, აი რომ იყოს პლასტელინივით დრეკადი და რბილი. აი ეგ აურიოთ ყველაფერი კარგად. ჩემო ლამაზებო, ძვირფასებო, როცა ყველაფერს აკეთებ დიდი სიყვარული და მონდომებით, ყოველთვის ყველაფერი გამოგივათ. აი ეგ ნახეთ როგორი ცომი მივიღე, ხედავთ სტრუქტურას, როგორც პლასტელინი. აი ისეთი. ეხლა აი ეს ცომი გავაბრტყელოთ და ფორმები, თქვენ თუ ფორმა არ გაქვთ, შეგიძლიათ რა ჭიქით ამოჭრათ. მე მქონდა ეს გულის ფორმები და მრგვალი. და ესე ამოჭერი მივეცი გავაბრტყელე სადღაც 2 სანტიმეტრზე ცომი და ამოვჭერი ესე მივეცი ფორმები და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. რა თქმა უნდა ჟარონას დააფარეთ საცხობი ქაღალდი, როგორც ხედავთ. შემდეგ ჩემო ძვირფასებო, ეხა მე თვალის ზომით სადღაც 2 სადილის კოვზი შაქარი და 9 ჩაის კოვზი კარიცა აურიე ერთმანეთში კარგად და მოვაყაროთ თავზე ჩვენს პეჩენიებს. ანა ეხა როგორც ხედავთ, ნახეთ, ან ამოავლეთ შიგნით ზედაპირი მარტო, ან კიდე ეხა როგორც მოვაყრი ხელით, აი ესე მოაყარეთ ზემოდან. მე ეს მოყრილი უფრო გამიადვილდა, მართალი გითხრათ. შემდეგ წინასწარ გახურებულ ღუმელში, როგორც გითხარით, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ზუსტად 15 წუთი. 15-დან 20 წუთამდე. ეს უკვე თქვენს პეჩენის სისქეზეა დამოკიდებული, როგორ სისქეს მიცემთ და რა თქმა უნდა თქვენს ღუმელზე. ესე რომ ჩემო ძვირფასებო, გემრიელად მიირთვით, მართლაც გემრიელია. ველი თქვენს კომენტარებს, იმედია მოგეწონათ ვიდეო და თავი არ შეგაწყინეთ. ეხა გეგმშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. ყველას წარმატებები,
ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ და იმედია დამიწერთ კომენტარებს, იმიტომ რომ თითოეული თქვენთანგანი ძალიან მახარებთ. გოცნით ყველას.